მე ვფიქრობ, რომ ევროპელები აფასებენ ვითარებას იმგვარად, როგორიც არის დღეს ქვეყანაში. 2024 წლის არჩევნების შემდეგ მალე 2 წელიწადი გავა და ფაქტი არის, რომ ერთადერთი მიმართულება, საითაც ეს ქვეყანა მიდის, ეს არის ავტოკრატიის კონსოლიდაცია. ანუ არანაირი პროგრესი, არანაირი უკან დახევა, მარტივად რო ვთქვათ, ჩვენ არ გვინახავს. მე შემიძლია გითხრათ, რომ შეფასება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ დახურულ გარს მიღმა იყო ის, რომ 2024 წელს მათ შორის EUTO-ს მიერ გაკეთებული დასკვნები აღარ არის საერთოდ რელევანტური, იმიტომ რომ ცხადია, რომ ის ვითარება, რომელიც დღეს არის ქვეყანაში შექმნილი, ძალიან ტკბილ მოგონებად აქცევს 2024 წლის არჩევნებს და შემდგომ მდგომარეობას, ხო? იმიტომ რომ რა ვიცი, უზარმაზარი რაოდენობით პოლიტპატიმრები, ის რომ ფაქტიურად ჩვენს ქვეყანაში საარჩევნო, ასე ვთქვათ, საჯარო შეფასებებში იყო ნათქვამი, სწორად კონკურენცია იყო ნათქვამი, რატო? იმიტომ რომ ფაქტიურად ხა პარტიების აკრძალვა და მათ შორის კონკრეტულად ადამიანებისთვის აკრძალვა პარტიაში გაწევრიანებას, რაც შეეხება რაც ახალი კანონმდებლობით იქნება, ქმნის ისეთ ვითარებას, რომ როცა არჩევნები ჩაინიშნება ამ ქვეყანაში, როცა იქნება, ძალიან გულწრფელად რო გითხრათ, არჩევნებამდეც კი EUTO-ს დასკვნა იქნება ალბათ ის, რომ ეს არჩევნები არც კონკურენტი, ანუ ვერანაირად პროგრესი კი არა, ანუ რეგრესიული დასკვნის დადება მოუწევთ. ახლა ამ რეალობას ყველა ხედავს, რომ პროცესი წინ რაღაცნაირად საერთოდ არ მიდის და რა თქმა უნდა საქართველოს მეგობრები ფიქრობენ იმაზე, რა შეიძლება რომ გაკეთდეს ამ ვითარებაში გარე ჩარევის სახით და არის თუ არა საერთოდ სივრცე ამისთვის, იმიტომ რომ იცით რა, ახლა სიმართლე რო გითხრათ, მიშელის შეთანხმებაზე როდესაც ვინმე საუბრობს, მე არ ვიცი საერთოდ რა შუაშია ამ ანალოგიის აქ მოყვანა, იმიტომ რომ არც ქართული ოცნება არ არის დღეს იმ ვითარებაში, რომელშიც იყო, როდესაც მიშელის შეთანხმება ხელმოწერილი იქნა და ეს შეთანხმება რო შესრულებულიყო და მათ შორის ეს შეთანხმება დააზიანა იმან, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ხელი არ მოაწერა თავის დროზე ამ შეთანხმებას და მერე ამან საფუძველი მისცა ქართულ ოცნებასაც გასულიყო იქიდან. ჩვენ ცოტა სხვა მდგომარეობა გვექნებოდა, ამიტომ მიშელის შეთანხმებამ არ იმუშავა ბევრი მიზეზებით, მათ შორის ჩემი აზრით ევროკავშირს არ ჰქონდა ადეკვატური რეაქცია, როდესაც ქართული ოცნება გავიდა ამ შეთანხმებიდან და ბევრი, ასე ვთქვათ, პრობლემა იყო ამ პროცესში, მაგრამ დღეს ქვეყანა აღარ არის იქ, სადაც მაშინ იყო, არც ქართული ოცნება არ არის იქ, არც საზოგადოება არ არის და არც ოპოზიცია არ არის. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასე ვთქვათ, არ იყოს კითხვა დასმული, შეიძლება თუ არა, რომ ეს ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს რაღაცა ტიპის პოლიტიკური დიალოგის შექმნის გზით და რა შეიძლება იყოს საფუძველი ამ დიალოგის. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამ კონტექსტში ნახსენები, მათ შორის დღეს პოლიტიკური პატიმრების თემა არის ალბათ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ცხადია, რომ კონკრეტული დათქმით თუ მიაქციეთ ყურადღება 50% ვისაც აქვს მოხდილი, ანუ სასჯელის. ხო, ну, ახლა ჩვენი პოზიცია ცნობილია, ლელოს მიაჩნია, რომ ჩვენ ყველა პოლიტიკური პატიმრები უნდა იყვნენ გათავისუფლებული. მე ასე ვთქვათ, ვფიქრობ, რომ ამაზე სრული კონსენსუსი არის ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის, მიუხედავად იმისა, ისინი ასე ვთქვათ, არიან თუ არა გაერთიანებული რაიმე სახის თანამშრომლობის ფორმატებში, მაგრამ ძალიან გულწრფელად რო გითხრათ, ანუ ჩემი განცდა არის და მათ შორის ჩემი გაფრთხილება ამ შეხვედრაზე იყო ის, რომ არ უნდა ქონდეთ მაღალი მოლოდინი ქართული ოცნება რისთვის არის მზად, იმიტომ რომ ეს არის ხელისუფლება, რომელიც არის დაკავებული ერთადერთი დღის წესრიგით, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაანადგუროს ამ ქვეყანაში ყველანაირი თავისუფალი სივრცე და ყველანაირი დემოკრატიული სივრცე. ამიტომ მე უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ჩვენი მხრიდან ვფიქრობ, რომ საკმაოდ გულწრფელად გავაფრთხილოთ ევროპული დელეგაცია იმის თაობაზე, თუ რა შეიძლება ისინი ელოდებოდნენ დღევანდელი რეჟიმისგან მათი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, რაღაცა განწყობების საპასუხოდ, რომ ხელი შეუწყო. მოდით დავაზუსტო, სკალდონ სალომე, თქვენი მოლოდინი, ანუ ქართული ოცნება არ ვიცი, ჩანს თუ არა მზად იმისთვის, რომ პოლიტიკური პატიმრების ნაწილი გაათავისუფლოს და ოპოზიცია ჩანს თუ არა მზად იმისთვის, რომ ასეთის ფაქტად დადგომის შემთხვევაში რაღაც ტიპის დიალოგში შევიდეს.
მე არ ვარ უფლებამოსილი ვისაუბრა ოპოზიციის სახელით. მე შემიძლია გითხრათ ჩემი პირადი შეხედულება, რომ ქვეყანა არის უმძიმეს კრიზისში და ამ კრიზისიდან გამოსავალი მე სხვა არ მესახება გარდა იმისა, რომ საბოლოოდ უნდა ჩაინიშნოს არჩევნები და არჩევნების პროცესი უნდა იყოს იმგვარი, რომ შექმნას ქვეყანაში სტაბილურობის შანსი და დააბრუნოს ეს ქვეყანა სწორი განვითარების გზაზე. რაც უფრო გაიწელება, ასე ვთქვათ, ეს კრიზისი და რაც უფრო ღრმა ჩიხში იქნება ქვეყანაში, მით უფრო რთული იქნება გამოსავლის მოძებნა, მათ შორის იმ ხალხისთვის, ვინც დღეს ამ ქვეყანას მართავს, ხო? ფაქტიურად, ვინც არის წესით მათ რაღაც დათმობაზე წასვლა და პროცესის გადატვირთვა უნდა უღირდეთ? იცი რა, მე ვფიქრობ, რომ თუ მათ რაიმეს თავისუფლების სივრცე აქვს საერთოდ, რომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მიიღონ, რაც უფრო ღრმად შევლენ ამ ჩიხში, მით უფრო გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ისინი საბოლოო ჯამში. რამდენად აქვთ მათ ეს დამოუკიდებელი სივრცე რაიმე გადაწყვეტილებების მისაღებად, დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვა იქნება ეს, თუ ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ვითარების გადატვირთვა, ეს სხვა საკითხია, ხო? იმიტომ რომ ჩვენ რასაც დღეს ვუყურებთ, აი მარტივად რომ შევხედოთ, ხო? იმ მოთხოვნებს, რომელსაც ამ ხელისუფლებას უყენებს მაგალითად ევროკავშირი იმისთვის, რომ არ დავკარგოთ უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის. საკმაოდ მე ვიტყოდი მარტივი შესასრულებელია ეს მოთხოვნები, რო არსებობდეს პოლიტიკური ნება. ისევე როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მოლოდინები, რომელიც უნდა შესრულდეს, თუ არსებობს რეალური პოლიტიკური ნება, რომ გადაიტვირთოს ეს ურთიერთობები. რამდენადაც არც ერთი ეს მოთხოვნა არ სრულდება, ვერაფერს სხვას ჩვენ ვერ დავასკვნით გარდა იმისა, რომ არანაირი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების სივრცე ივანიშვილს კონკრეტულად, ხა სხვას რო არავის არ აქვს გასაგებია, ივანიშვილს როგორც ჩანს არ აქვს და მას აქვს მიღებული კონკრეტული დავალება, რომ ეს ქვეყანა შევიდეს ისეთ მძიმე ჩიხში, როდესაც უბრალოდ ჩამოწერენ საქართველოს, ანუ ჩვენ ხო ჩამოწერის გზას ვადგავართ, ახლა ვიღაცა კიდე საუბრობს, ამიტომ მე პირადად მივესალმები ყველანაირ ინტერესს ამ ქვეყანასთან მიმართებაში, ეუთოს დელეგაცია იქნება, ეს ევროპარლამენტში განხილვა იქნება თუ სხვა, იმიტომ რომ ივანიშვილის ამოცანა არის, რომ საქართველო ჩამოიწეროს, როგორც ქვეყანა, სადაც არანაირი შანსები აღარ არის, დაიხუროს საქართველოს, ასე ვთქვათ, ფაილი და გადაიდოს წარუმატებელი შეუმდგარი, ასე ვთქვათ, უკვე რუსეთს დაქვემდებარებული ტერიტორიების სიაში სახელმწიფოდან, რომელიც არის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ჩვენი მხრიდან უნდა ვაჩვენოთ და უნდა ვისაუბროთ იმაზე, რა შეიძლება იყოს გამოსავალი ამ ვითარებიდან, თუმცა მათ შორის ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა და უცხოელმა პარტნიორებმა უნდა დაინახონ, ვის აქვს პოლიტიკური ნება, რომ ეს გამოსავალი შედგეს და ვის არ აქვს ეს პოლიტიკური ნება და მე დარწმუნებული ვარ, ახლა არ ვიცი ჩვენ შეხვედრა გუშინ იყო, დღეს ჰქონდათ მათ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა და არ მგონია, რომ ასე ვთქვათ შტაბ-ეჭდილება, რომელიც შეექმნებოდა კონკრეტულად ეუთოს დელეგაციას, არის ის, რომ ამ ქვეყანაში ოპოზიცია არის დესტრუქციული ძალა, რომელსაც არ სურს ქვეყნისთვის გამოსავლის მოძებნა და ხელისუფლება ზრუნავს ხალხზე. მე მგონია, რომ ძალიან საპირისპირო წარმოდგენით წავიდა ეს დელეგაცია სავარაუდოდ ჩვენი ქვეყნიდან. და მას კითხეს და ეს ასეც არის და ცნობილიც იყო, რომ მოსკოვის მექანიზმის ფაქტების დამდგენი კომისია არაფერ შუაში არ არის ეუთოს საპარლამენტო დელეგაციასთან ეს დამოუკიდებელი მექანიზმია, დამოუკიდებელი ამოცანით, მაგრამ ნუ ისიც ეუთოს, ასე ვთქვათ, მექანიზმია და ძალიან სერიოზული. ჩვენ ველოდებით, რომ წესით ამ კვირაში უნდა იყოს ეს დასკვნა. ეს რა პრეცედენტი იქნება თქვენი აზრით, ეს ხომ არ არის ჰაერიდან მოტანილი, მანამდე ამუშავებულია სხვა ქვეყნებში, რას გულისხმობს ეს დასკვნა, რომელიც პირდაპირ მუშაობს ადამიანის უფლებების ბრუტალური ფაქტების და დარღვევის ფაქტებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ ქვეყანაში. ხო, ნუ მე დარწმუნებული ვარ, რომ დასკვნა იქნება ძალიან მძიმე, თუმცა ალბათ მთავარი საკითხი არის შემდეგ ამ დასკვნას როგორ გამოვიყენებთ ჩვენ და რისთვის გამოვიყენებთ, ხო, იმიტომ რომ ახლა ჩვენ თუ შევხედავთ, მათ შორის გავაანალიზებთ რა მოხდა ყუნლევის სპორტთან დაკავშირებით, მე მგონი ეს წერილი ძალიან საინტერესო იყო. მოხდა ის, რომ რეალურად ამ ხელისუფლებას ძალიან ეშინია
იმის, რომ დასანქცირდება უკვე სერიოზულად ინფრასტრუქტურა, მოდი ესე ვთქვათ, ან ფიზიკური, ან ფინანსური ინფრასტრუქტურა დასანქცირდება, იმიტომ რომ მათ ამას მოყვება თავისი შედეგები, ხო? ანუ ერთი ეს არის ეკონომიკური შედეგები, კოლაფსი, მე ვიტყოდი, რომელიც ემუქრება ქვეყანას ამ შემთხვევაში, მაგრამ არანაკლებ მძიმე შედეგი, რომელიც ჩემი აზრით ემუქრება ივანიშვილს ამ შემთხვევაში, არის, რომ ის ფუნქციას კარგავს. და ეს საფრთხე, ოღონდ მას უკვე დაუდგა. რუსეთისთვისაც ხადია, იმიტომ რომ რა სჭირდება რუსეთს ბიძინა ივანიშვილი თავის დღის წესრიგისთვის თუ ვერ იყენებს, გარდა იმისა, რომ შეასრულებინა ყველა დავალება, გააუქმა ამერიკასთან ჩვენი თანამშრომლობის სტრატეგიული თანამშრომლობა ევროკავშირში პროცესები გაყინა და იზოლაციაში მოგვაქცია, მაგრამ გარდა ამისა საქართველოს ტერიტორია მნიშვნელოვანია რუსეთისთვის საკუთარი დღის წესრიგისთვის. დღევანდელი წერილით ჩვენ რაც გავიგეთ არის ის, რომ ესე იგი ჯერ საინტერესო არის რომ კითხოს ვინმე ბიძინა ივანიშვილი ახლა თანახმა უკვე მეორე ფრონტს უხსნის სანქციები დაუწესა ფაქტობრივად სანქციების აღსრულებას დათანხმდა ფაქტობრივად ხო? ამას ამბობენ უკვე 4 წელიწადია რომ ჩვენ სანქციებს ვერ შევასრულებთ და ვერ დავიცავთ იმით და რომ კითხულობდნენ ვინ გთხოვთ მეორე აბა რას გთხოვენო როცა სანქციების დაცვას გთხოვენო და დღეს აღმოჩნდა რომ აიღეს ვალდებულება შეასრულებენ სანქციებს ერთი დაუსისინა ბრიუსელმა ფაქტიურად და აიღეს მშვენივრად ვალდებულება რომ ეს სანქციები უნდა დაიცვან და არაფერს სხვას არასდროს არავინ არ ითხოვდა. უბრალოდ ეს უფრო მნიშვნელოვანი გახდა დღევანდელ კონტექსტში რომ ეს სანქციების რეჟიმი დაცულიყო საქართველოში. და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ წერილში გაფრთხილება საფინანსო სისტემასთან დაკავშირებით. ამიტომ მე რისი თქმა მინდა რომ ბიძინა ივანიშვილს კარგი გამოსავალი არ აქვს. თუ ის სანქციების დაცვას აპირებს ამ ქვეყანაში რუსებისთვისაც ეს იქნება პრობლემა. ანუ ის რუსების დავალებას ამ შემთხვევაში ვეღარ შეასრულებს და როდესაც დაუსვეს შეკითხვა მათ შორის მის წარმომადგენელს, რომელსაც თავი მიაჩნია ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრად, რომ ვინ ყავს მეგობარი დებატებში და აღმოჩნდა, რომ მეგობარი არ ყავს, ვისი იმედი აქვთ მათ? რუსების იმედი აქვთ რეალურად, ხო? ერთადერთი რომ რუსები, ასე ვთქვათ, მათ რუსებს ისინი სჭირდებათ. ოღონდ დავალებას რომ ვეღარ შეუსრულებენ რუსებს, არც რუსებს აღარ დასჭირდებათ ეს რეჟიმი. და ეს არის ტრაგედია, ასე ვთქვათ, მე ძალიან ნაკლებად მადარდებს ივანიშვილის პირადი ტრაგედიები, თვითონ გაითხარა ის, ასე ვთქვათ, ორმო, რომელშიც ახლა აღმოჩნდა, მაგრამ ამ ორმოში ჩვენი ქვეყანაა დღეს ჩავარდნილი მის გამო და ამიტომ ვამბობთ ჩვენ, ანუ ჩემი პოზიცია ეს არის, რომ დღეს მათ შორის დასავლეთის ჩართულობით გამოსავლის მოძებნა ამ ქვეყნისთვის, როგორც შიდა კრიზისიდან, ასევე საერთაშორისო იზოლაციიდან, ეს თუ აქვს დამოუკიდებელი ნება რაიმე დარჩენილი ამ რეჟიმს, უნდა მიხვდეს, რომ მის ინტერესებშიცაა. აქვს თუ არა ეს ნება გამოჩნდება უახლოეს მომავალში თქვენ შეკითხვას რომ უპასუხო არიან თუ არა ისინი წამსვლელი პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე. ხო, ამას უნდა ახავთ ძალიან მალე, ალბათ. კი ბატონო. აი, თქვენ მე არ მიხსენებია შემთხვევით თქვენი სტატუსი ევროკავშირში ყოფილი ელჩი საქართველოსი, ის წერილი რაც ოსალივანმა მოიწერა, როგორ ითარგმნება? აი ზუსტად და რას მოყვა? აქ ხომ ჩვენ რას გვატყუებენ პროპაგანდისტული არხების საშუალებით, რომ თითქოს ყულევი არ მოხვდა ესე იგი სასანქციო პოლიტიკის დოკუმენტში, იმიტომ რომ სიაში დასანქცირებული ობიექტების, იმიტომ რომ ვერ იპოვა მტკიცებულებები ევროკავშირმა და სინამდვილეში სალივანის წერილის წაკითხვის შემდგომ ნათელი ხდება, რომ თურმე მიუმართავს რეჟიმს მათთვის, რომ ჩვენ ყველაფერს ვიზამთ, არ შემოუშვებთ აქ რუსულ გემებს, არ მოვემსახურებით მათ, დავიცავთ სანქციების პოლიტიკას და თუ თქვენ არ შეიყვანთ ყულებს აკრძალვების სიაში. ნუ ჯერ პირველ რიგში აქ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის აზერბაიჯანი, იმიტომ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აქ აზერბაიჯანზე არის საუბარი და იმ კრიზისის ფონზე, რომელიც დღეს მსოფლიოში არის შექმნილი, ენერგო ასე ვთქვათ, მომარაგება დღეს არის ნომერი 1 პრიორიტეტი და ამიტომ თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არის, ესე ვიტყოდი, რომ ევროპის ენერგო მომარაგებლებთან დამატებითი პრობლემების შექმნა არავის არ უნდა. ამიტომ ვითარება შეიძლება ძალიან სხვანაირად ყოფილიყო აქ აზერბაიჯანის მხარის ინტერესები და აზერბაიჯანი რო არ იყოს წარმოდგენილი, ეს ერთი. მეორე, ამ წერილში უკვე ნათქვამია, რომ ესე იგი თქვენ ფაქტიურად მარტივად რო გადავთარგმნოთ, ნათქვამია, რომ თქვენ
დაიწყეთ უკვე ჩვენი მითითებების შესრულება, როდესაც ეს გემი კითხეთო, რა ვქნა თუ ამ გემთან დაკავშირებით. რო გითხარით არ შემოუშვათო, არ შემოუშვათო. ძალიან საინტერესოა ევროკავშირი, რომელიც ჩამოშლის პირას არის, ესე იგი ქართულ ოცნებას უკითხავ, რომ კიდე ერთხელ ერთს რო დაუსისინებს, ესე იგი, ყურებზე დგება ქართული ოცნება, როგორც აღმოჩნდა, ხო? ეს ძალიან სიმპტომატურია და კარგია, დამაიმედებელია ჩვენთვის, რომ სწორი ზეწოლის პირობებში ამ ხელისუფლებაზე ზეგავლენის ბერკეტები არის. და ფაქტიურად ნათქვამი არის, რომ შანსს გაძლევთ, იმიტომ რომ დაიწყეთ სწორად მოქმედება და თუ გააგრძელებთ სწორად მოქმედებას, მომავალში ჩვენი მხრიდან იქნება შესაბამისი დამოკიდებულება და გაფრთხილება, რა უნდა გააკეთონ და ამ კონტექსტში არის მათ შორის ფინანსური ინფრასტრუქტურა, ნახსენები, იმიტომ რომ ეს არის მინიშნება, რა არის მეორე დიდი პრობლემა, რომელსაც ასევე აკვირდება ძალიან ახლოს ევროკავშირი და ვერ გამოგვაპარებ თუ ამას ძალიან ისე უვნებიან პირდაპირ. ხო, ამიტომ მე ვიტყოდი, რომ ეს არის გარკვეულწილად მეგობრული ჟესტი, შეიძლება ითქვას, რომ შანსის მიცემა და კიდევ ერთხელ ვამბობ, ივანიშვილი აღმოჩნდა ძალიან მძიმე მდგომარეობაში, იმიტომ რომ ევროპელების მიერ მიცემული შანსის გამოყენება ნიშნავს, რომ ვიღაც ნაწყენი დარჩება მას ჩვენს მეზობელ ჩრდილოეთ მეზობელ სახელმწიფოში და ამას თავის შედეგები მისთვის მოყვება. ხო, შესაძლოა მიხვდა რომ ფსონი რომელზეც ის იყო დამოკიდებული, რომელმაც დადო ფსონი თავის დროზე უკრაინის ომის დაწყების დროს რუსეთის მოგებაზე, ხანმოკლე დროში და იმ ავტორიტარულ ღერძზე, რომელიც მის თვალწინ დომინოს პრინციპით იშლება, შესაძლოა ის დაფიქრდა მისი არჩევანის ისტორიაზე, მაგრამ აქ არის თქვენაც უპასუხეთ წეღან, რომ რამდენ დამოუკიდებელია ეს საკუთარ არჩევანში, ამ ხარისხს ჩვენ დავინახავთ. ხო, ამას დავინახავთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ბევრად უფრო რთული რო აღმოჩნდა საერთაშორისო გლობალური პოლიტიკა, ვიდრე შათირიშვილის, ესე იგი დონის და მოროშკინას დონის მოაზროვნეები წინასწარმეტყველებდნენ და სამწუხაროდ რაღაცა ამ დონეზე არის დღეს ქართული ოცნება. მე ქართული ოცნების საგარეო დოქტრინას, მოროშკინას დოქტრინას დავარქმევდი, იმდენად ასე ვთქვათ, დაბალი ხარისხი არის. აღმოჩნდა, რომ ეს დოქტრინა მაინც და მაინც მე ვიტყოდი კარგად ვერ უკეთებს ანალიზს ვითარებას, რომელიც არის შექმნილი საერთაშორისო ასპარეზზე და შესაბამისად ჩიხში არის აღმოჩენილი დღეს ეს ხელისუფლება სრულიად დამსახურებულად. კი ბატონო